ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რესპუბლიკელ ჯიმ რიში, რომელსაც ქართული ოცნება დიპ სტეითის მსახურად მოიხსენიებს ამერიკაში მომავალი წლის შუალედური არჩევნების წინ სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რიში გამორჩეული ადამიანია და ამერიკის გაძლიერებისთვის დაუღალავად იბრძვის. სენატორი ჯიმ რიში უდიდეს საქმეს აკეთებს, როდესაც აიდაჰოს შესანიშნავ ხალხს წარმოადგენს შტატს, რომელიც ძალიან მიყვარს და სადაც დიდი უპირატესობით გავიმარჯვა 2016-2020-2024 წლებში. როგორც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმი დაუღალავად იბრძვის ჩვენი დღის წესრიგის, ამერიკა უპირველეს ყოვლისა წინსვლისთვის. ის ბევრს შრომობს, რათა გაზარდოს ჩვენი ეკონომიკა, შექმნას შესანიშნავი სამუშაო ადგილები, მტკიცედ დაუჭიროს მხარი ჩვენს ფერმერებს, გახადოს ამერიკის ენერგეტიკა ჩემპიონი და დომინანტი, დაიცვას ჩვენი საზღვრები, გააძლიეროს ჩვენი სამხედროები და ვეტერანები, დაიცვას მუდმივი თავდასხმის ქვეშ მყოფი კონსტიტუციის მეორე შესწორება და აღადგინოს მშვიდობა სიძლიერის წყალობით. სენატორ ჯიმ რიშს ჩემი სრული და ტოტალური მხარდაჭერა აქვს ხელახლა არჩევისთვის. ის გამორჩეული კაცია და არასოდეს გიღალატებთ. ტრამპის მიერ სენატორის მხარდაჭერა განსხვავებულად შეაფასეს საქართველოში. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნება ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვას ვერ მოახერხებს, რადგან შტატების ახალი ადმინისტრაცია ოცნების მიმართ კრიტიკულად განწყობილ სენატორთან ურთიერთობას ინარჩუნებს. ოპოზიციისგან განსხვავებით ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ ჯიმ რიშისადმი ტრამპის მხარდაჭერა შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკური საქმეა და შტატებთან არსებითად ურთიერთობის გადატვირთვის იმედი აქვთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანებს, რომლებსაც არალეგიტიმური რუსული ოცნების წარმომადგენლები მუდმივ შეურაცხყოფას აყენებენ და წარმოუდგენელი ლექსიკით საუბრობენ მათზე, ეს ადამიანები არათუ რჩებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალ თანამდებობებზე, არამედ მათ აქვთ ურყევი მხარდაჭერა უკვე ახალი ადმინისტრაციის მხრიდანაც და ასეთი არის მათ შორის ბატონი რიში. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ვერანაირი გადატვირთვა და ურთიერთობების განახლება ქართული ოცნების მხრიდან ვერ მოხდება შეერთებულ შტატებთან, იმიტომ რომ მათთვის ძალიან კარგად არის გასაგები, რომ ირანის, ჩინეთის და რუსების მეგობრები ვერ იქნებიან იმავდროულად ამერიკის მეგობრები და ბატონი რიშის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან და ახალი ადმინისტრაციის მხრიდან არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ ქართული ოცნებისგან განსხვავებით ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას ძალიან ზუსტად აქვს დანახული ვინ არის. გავეცანი ამ პოსტს და თუ არ ვცდები, შეერთებული შტატების პრეზიდენტი კონკრეტულ კონგრესმენს ზე არიშურებს კეთილ სიტყვას იმ შტატთან, შტატის საქმიანობასთან დაკავშირებით, სადაც რომელსაც წარმოადგენს ეს კონგრესმენი და სადაც დონალდ ტრამპმა არჩევნებზე მაღალი რეიტინგი აჩვენა. ეს არის შეერთებული შტატების რა თქმა უნდა შიდა საქმეები და შიდა მოცემულობა, რომელიც ყველაზე კარგად იციან შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და კონგრესმა, ისე რომ ამ თემატიკას ბუნებრივია საქართველოსთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. ჩვენ შეერთებულ შტატებთან გვაქვს აუცილებლად არსებითად ჩვენი ურთიერთობის გადატვირთვის იმედი და მას პირველ რიგში ვუსურვებთ დიპ სტეითთან ბრძოლაში გამარჯვებას და კარგი ლაკმუსის ქაღალდი იქნება და ინდიკატორი იქნება თუ რამდენად წარმატებულია შეერთებული შტატების პრეზიდენტი დიპ სტეითთან ბრძოლაში, ის თუ რა დამოკიდებულება ექნება შეერთებულ შტატებს საქართველოსთან. სენატორი ჯიმ რიში მეგობარი აქტის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. ორპარტიული კანონპროექტი, რომლის ავტორი რესპუბლიკელი ჯო უსონია, ქართველი ხალხის მხარდაჭერას და საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას ითვალისწინებს. ვაშინგტონიდან ფინანსური და სავიზო სანქციების დაწესებას მკაცრად აკრიტიკებენ ქართული ოცნების წარმომადგენლები და მას საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევად აფასებენ. 2024 წლის არჩევნების წინ თბილისის მერმა და ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სენატორ ჯიმ რიშს თაღლითი უწოდა. 17 იანვარს ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სენატორს ურჩია, რომ საკუთარი შეხედულებები გადააფასოს და დაამატა, რომ ადრე რიში სააკაშვილის რეჟიმთან მეგობრობდა. მეგობარი აქტის განხილვა სენატში საგარეო საქმეთა კომიტეტზე 27 მარტს იგეგმება.